თავი მე-18. იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ უფრო დიდია ცათასას უფეველში? იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა. უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათასას უფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათასას უფეველში. ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ. ვაიწუთი სოფელს ცდუნებებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. თუ გაცდუნებ შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე შენგან. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებ შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე შენგან. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ცხოვრებაში, ვიდრე ორი თვალი კონდეს და ჩაგდებული იქნე ცეცხლოვან გეენაში. შეხედეთ, აბუჩად არა იგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს, ვინაიდან კაცის ძე დაღუპული სახსნელად მოვიდა. რა გგონიათ თქვენ, კაც რომას იცხვარი ყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განამთებში არ მიატოვებს 99-ს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე 99-ზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არა აქვს სურვილი თქვენ ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი. ხოლო თუ შენი ძმა შესწოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა 2 ან 3 მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი. თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის როგორც წარმართი და მებაჟე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ 2 თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან სადაც 2 ან 3-ია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ უნდა მიუტევო ჩემს ძმას ჩემს წინააღმდეგ, რომ შესწოდოს? 7-ჯერ? უთხრა მას იესომ. მე არ გეუბნები 7-ჯერ მეთქი, არამედ 70 გზის 7-ჯერ. ამიტომ გავს ცათასას უფეველი მეფე კაცს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც 10,000 ტალანტი ემართა მისი. და რა კი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც რამ ებადა და გადაეხადა. მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანისცა და უთხრა: სულ გრძელი ყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონ შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი ამხანაგი მონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა. დაიჭირა, ყელში სწუდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი მონა, შეევედრა და უთხრა: სულ გრძელი ყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა ამხანაგმა მონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ. მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ, რა კი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა შენ არ გეკადრებოდა, შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაიხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეწოდებებს.